გამარჯვებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები მეგობრებო, რაზაკეთებთ? რბოლისთვის ვემზადებით. მაგარია, და რა რბოლა? რბოლა დაბრკოლებებით, გამარჯვებული ტურბოზავრების თასს მიიღებს. ბული, ტრაკი, ისევ ბული? აი, თოც წერია. 4 ჯერ. თორიც არის, ზერიც. ეს დიდი ხნის წინ იყო. ახლა უკვე არ დავრბივარ. ისე აერიდან ვაკვირდები. ანკი სად არის? მისი სახელი აქ არ არის. ანკი აქ არ არის, რადგან არც ერთხელ არ მოუგია. არ უმართლებს. ანკიმ თქვა, რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას რბოლაში. საერთოდ ის მუხლუხა ტექნიკაა. აბსოლუტურად მართალიცაა. მას ხომ ბორბლების მაგივრად მუხლუხებიც აქვს. თქვენსავით სწრაფად სიარული არ შეუძლია. არც მე მაქვს ბორბლები, მე რა. ერთხელ მოვიგე კიდევაც. შენც შეადარეთ რაკ. შენი ერთი ნაბიჯი მის 10 ნაბიჯს უდრის. ეს ხომ რბოლა. უძლიერესი იმარჯვებს და ასე. მე იტყვით რომ მეგობრები ხართ. მითხარი დო, რამდენჯერ წაუყვანი ხარ ბუქსირით? ჰა? თორ, დინარეში როცა ჩავარდი, ვინა მოგიყვანა? აბა რა გავაკეთოთ? ერთი იდეა მაქვს. ისე რბოლა. ყოველ წელს ერთი და იგივე. მომბეზრდა. ანკი, გამარჯობა. გამარჯობა. აქ მარტო რატომ ხარ? ყველანი ტრასაზე გელოდებიან. არ მინდა. კარგი რა, ანკი. უშენოდ რა სიზამენ. ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? ანკი. ვინ ახმარება ყველას? ანკი? ჰო. ადრე იოლი ტრასები იყო. აი რთულ ტრასაზე კი სადაც ფიქრია საჭირო, არავინ არ იცის ვინ მოიგებს. არ ვიცი. შენ ხომ სინამდვილეში სწრაფი და მოხერხებული ხარ? მაგრამ მე მუხლუხები მაქვს, კატია. მათ კი ბორბლები. სხვათა შორის მუხლუხები ძალიანაც კარგია. მით უმეტეს რთულ გზაზე. მაშასე, ძველი მუხის უკან მოსახვევი იქნება. ფრთხილად იყავი. მერე კი ორმოები და ბორცვები იწყება, ამიტომ ყურადღება არ მოადუნო. ყველა მონაწილე მოემზადოს. ტურბოზავრებო? წინ! ანკი მიდი, გასმიაჭირე. რბოლისთვის ვემზადებით. ანკი ყოჩახ, მიდი სწრაფად.
დიდი ცოტა დარჩა ანკი 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 ოჩახ ანკი ანკი გაიღიმეთ? კამერაში არ იყუროთ. არა და შეიძლება და მე ყოფილიყავ იმის ადგილას ტრაკ შემდეგ ვრბოლამდე 1 წელი გაქვს მოემზადე სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე როგორი ბორცვია. შეხედე როგორი მილებია. აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოგცეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა კარგად ჩანვარ ტყის შორეული ნაწილიდან გირეკავთ ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო რომ მის შესახებ არავის არ გაეგო ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო. მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიალდე. რა საინტერესოა? და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისი აშენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ? ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი და გავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ. ანკი, შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი. ჩემთვის სულ ერთია აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აეროგადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო წინ!
უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით. დო, კატია, ტრაკ, თქვენ მცენარეებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ფულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით. ზერ, თვალი ადევნე, რომ არხის ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის. სორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. იცი წყალი მაინც თევზებისთვისაა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია. მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყინად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშის კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება სე არ არის, ზერ, გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყლე. ზერ, გავიგე. უკვე მიფრინავ. ის რა ამბავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ოი, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად. ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. ზგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეაა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ. დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკან ნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს. და მე? ეს უსამართლობაა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ! მზად არის. ნამდვილად გაწურავს? თუ
ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა. ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცუდად ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგჭათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რა რთულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია. ცოტა ხნით გავდივარ, სანამ არ ვიქნები ბავშვი გაართეთ. მე მგონი პლაჟზე უნდა წასვლა. ჰო, წინა ჯერზე იქ ყოფნა მოეწონა. ხო, მაგრამ დღეს იქ ვერ მოვხვდებით. შორია. დილიდან უნდა წავსულიყავით. გვაპატია იპოლიტ, დღეს პლაჟზე ვერ წავალთ. დაიქნებ პლაჟი, აქ მოვუტანოთ. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ ბევრი ქვიშა დაგჭირდება. აი მეგობრებო, აქ ბევრი ქვიშა. ამ ქვიშის ნაწილი ბებიას ნაკვეთზე უნდა მივიტანოთ. ეს ადვილია, ტურბოზავრებო, წინ. სად დავყაროთ? ერთი წუთით სოფლიოში საუკეთესო მზვერავი აქ არის. არის, ვიპოვე. ვფიქრობ საკმარისია, სახლში წავიდეთ. თორ, აქ გათხარე. რა მაგარია? აი ეს მესმის. მოგწონს? იპოლიტ. მაგრამ ბებია ამას არ მოგვიწონებს. იდეა მაქვს. შეგვიძლია ბებიასაც გავუკეთოთ რაღაც. მართალია. ბებია დიდი ხანია ყვავილნარზე ოცნებობს, ახლა ყვავილები უნდა დავრგათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლაჟზე. რა იყო? რა მოხდა იპოლიტ? მიუხვდი, წყალი. პლაჟი წყლის გარეშე არ არსებობს. ხო, მაგრამ აქ მდინარე არ არის. მდინარე არ არის, მაგრამ წყალი ხომ არის. თორ, აქ ორმო უნდა ამოთხარო. რა პრობლემაა? მარცხნივ, მარჯვნივ, უფრო ღრმად.
იქნება მოთხრათ შენ მასწავლო. მიდი. საკმარისია. მიწა წყალს შეიწოვს. ჰიდროიზოლაცია გვჭირდება. რისგან უნდა გავაკეთოთ? სხვათა შორის. მისაბმელის ზომა ზუსტად ემთხვევა თქვენი ორმოს ზომას. მართალია. მაშინ როგორ ვერ მივხვდი? ზერ გენიოსი ხარ. მეგობრებო, მისაბმელი ორმოში ჩავდოთ. აკეთ? ყველაფერი გამოგვივიდა. ბებიას ავტობუსია. დაიმალეთ. გამარჯობა ბებია. გამარჯობა, რა სილამაზეა. დიდი ხანი ასეთ ყვავილნარზე ვოცნებობ. ყვავილების დარგვა გადარჩა. კიდევ უნდა გაჩვენო რაღაც. შეხედე? იპოლიც ახლა საკუთარი პლაჟი აქვს. რა ყოჩაღები ხართ? როგორ მოასწარით ამ ყველაფრის გაკეთება? ვფიქრობ, ჯილდო დაიმსახურეთ. აი, ნაყინი მოგიტანეთ. მადლობ, ბებია. რა იყო? უნდა რომ თავისი ნაყიდი დინოზავრებს მისცეს. რა ჭკვიანი ხარ, იპოლიტ? მოდი ჩვენი ნაყინიც მივცეთ. ბულისა და თორის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. გავიქცეთ. მეშასე. შოკოლადის, მარწყვის, ვანილის. ზერ, მარტო შენთვის ბევრი ხომ არ იქნება ამდენი ნაყინი? არა, და საერთოდ პატარა ულოფებია. კარგი, დამითანხმე. გექნება ნაყინი. სულაც არ არის პატარა ულუფები. ყელი რომ აქ ტკივდეს. არაფერიც არ ამტკივდება. ამ ქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი პტერადაქტილი ვარ. კარგი, ჩვენ ნაყინის მოსატანად წავალთ. აქ დაგველოდე. თორემ ვინ იცის, შეიძლება ადამიანებმა შეამჩნიონ. რომ დრონს ნაყინი უყვარს? კარგი, თანახმა ვარ. აქ დაგელოდებით. ოღონდ იჩქარეთ. ბანანის ნაყინის წამომიღეთ. ეს რა ხდება? ავა თუ გახდება, შენი ბრალი იქნება. კარგი რა, ნელა შეჭამს და არ გაცივდება. მოიცადე, სად არის? ზერ! სტრესი მაქვს. ახლა ხან დავინახე, რომ ნაპირის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. ტობი კი გადავარჩინე. გემირული საქციელი ჩავიდინე. ხომ არ გვატყუებ? რატომ უნდა მოგატყუოთ? სოფლიოში ყველაზე მართალი პტერადაქტილი ვარ. გამომყევით. ყველაფერს გაჩვენებთ. რა საშინელება? ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ხო, მაგრამ რა გავაკეთოთ? ფერდობი გავასწოროთ და გავამაგროთ. აი, სპეციალური ეკობლოკები არსებობს ნაპირების გასამაგრებლად. შეგვიძლია ჩვენი პრინტერით დავბეჭდოთ. ხომ ასე, ზერ? რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბეჭა, პრობლემა გვაქვს. ნაპირს კი გავამაგრებთ, მაგრამ აქ ხომ მცენარეებია. ბლოკებს თუ დავდებთ, დაიღუპებიან.
ესე იგი სხვაგან უნდა გადავრგათ. და სანაპიროს რომ გავამაგრებთ, შესანიშნავი ადგილი გამოვა კასეირნებისთვის. არაჩვეულებრივი გეგმაა, ბედია. ბლოკებს დავბეჭდავთ, მე კი ადგილამდე მივიდან. შენ მცენარეებს გადარგავ, თორი ფერდობს გაასწორებს, ანკიკი მას გაამაგრებს. ტრაკ, შენ ბლოკებს ჩემზე დატვირთავ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ შემოღობაა საჭირო, აი, ასე. ტრაკ შენ აქ დარჩები. ბაზაა დასამალი. ისევ გამოვტოვებ ყველაზე საინტერესოს. აი, კიდევ ერთია. ხო, ახლავე. დო, ყველა მცენარე გადაარჩინეთ? არი ნერვიულო, თორ ყველაფერი კარგადაა. მაშინ დავიწყოთ. ანკი გაასწორე? კიდევ გაასწორე? აი, ისევ მიწევს ყველაზე მეტი მუშაობა. ყველაზე მეტი. რა სილამაზეა. არა ბულ. კარგად ვიმუშავეთ. მე მგონი ყველამ დავიმსახურეთ ჯილდო. მე მგონი ვიცი, რას მოითხოვს. მე მგონი მეც ვიცი. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო ვიდრე აი აქ სანაპიროზე ჯდომა და დაისიც ტკბობა. ჰა, აი ასე უყურებ ამ სილამაზეს. ჭამნახინს და ასეთი სასაცილო რა ვთქვი? მე ხომ სილამაზეზე ვზრუნავ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.